ამ ადამიანის ცხოვრებამ ციცინათელას ნათებასავით გაიელვა და 1998 წელს 36 წლის ასაკში სამწუხაროდ ჩაქრა. 14 წლის წინ დატრიალებული ეს ტრაგედია დღემდე ახსოვთ. მისი სახელის ხსენება დღემდე სევდას იწვევს. დიდი სიცოცხლით სავსე მწვანე თვალები და სიმღერები, სულ ზევით სევით და სულ ყველაზე ლამაზი მისი სავიზიტო ბარათებია. 90-იანი წლების ქართულ ესტრადაზე პირველი საკონცერტო შოუ სწორედ მან დადგა. მომღიმარი და ხალისიანი მომღერალი ყველას უყვარდა. ეს ადამიანი მუდამ ჩქარობდა, ამიტომაც მისმა ცხოვრებამ წიჩქარა. დიახ, ეს ლელა სიხარულიძეა. ასე არსადგელია ლელას 20 წლის ქალიშვილი თამუნა მუსიძე სწორედ იმას ამბობს, რომ ემოციურს და ფეთქებად სულ ეჩქარებოდა. აი როგორ იხსენებს ლელას ქალიშვილი დედას პრაიმ ტაიმში 2011 წლის აპრილში. დედა რომ გარდამეცვალა 8 წლის ვიყავი, მშობლის მიმართ არანორმალური სიყვარული მქონდა. ლელასავით არავინ მყარებია, თითქოს სხვანაირი სიყვარულით მიყვარდა. მამას რომ გაიყარა, მე ბებიასთან და ბაბუასთან მცხოვრობდი. თუ მეტყოდა გამოვალო და ვერ გამოვიდოდა, წმინდა. მაგრამ რომ დავინახავდი უკვე მავიწყდებოდა. სულ ლელას დებიციტი მქონდა. მის პოპულარობას ვერ აღვიქვამდი, მაგრამ დედა ჩემი ამეთქი ყველგან ამაყად ვამბობდი. პატარაობაში იმის ნაცვლად რომ დამეძინა დედას ღამღამობით ჩას კლუბებში დავყავდი. მიდიდა იცეკვევდა, მაცეკვევდა. სარკესთან უყვარდა დგომა. შვიცა და სერიოზულს ვერასდროს ნახავდით. მეგობრებში, ჭამაშიც, სიმღერაშიც და სიყვარულშიც არანორმალური იყო. ბიძა ჩემი სახლში მეგობრებთან ერთად კეიფის დროს ასეთი რამ თქვა, რომ მოკვდები ამ სახლიდან თეთრი სასახლით გამასვენოთო. სურვილი აუსრულეთ. მომღერალს ერთადერთი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, ბესო მუსიძისგან ჰყავს. მათი გაყრის დეტალებს თამუნა დღემდე იკვლევს. როცა დედა და მამა გაიყარნენ 3 წლის ვიყავი, მათი კონფლიქტი მე არ მახსოვს. სხვათა შორის ლელას ბავშვობის მეგობრებს დღემდე ვეკითხები. არ უყვარდათ ერთმანეთი მეთქი? ყველამ პასუხობს ძალიან უყვარდათო. ცოტა ხნის წინ წელიწად ნახევარი მამასთან მადრიდში ვცხოვრობდი. ოჯახი არ ყავს, დედას ძალიან მომსგავსებს, სულ ლელაზე მელაპარაკება. სასაფლაოზე ერთად დავდივართ. ბრაზობს ნეტა დედა ყოლო დაგვერდითო. ხშირად მეუბნება, ნეტა მე არ ვიყო და დედა ყავდესო. ოჯახის დანგრევის შემდეგ ლელა სიხარულიძის ცხოვრებაში გია გოგორიშვილი გამოჩნდა. წყვილს ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ. გიას მაშინ ცოლი ჰყავდა. ლელას გია ძალიან უყვარდა. დედა ძალიან მიყვარდა და ეგოისტურად განმეწყვე. გიამ გამომიარა, უნდა წავიდაო, რომ ამბობდა ბრაზობდი. როცა გავიცანი მომეწონა, მოგვიანებით შემიყვარდა კიდეც. ერთად დაახლოებით 4 წელი იცხოვრეს. მე მესმის მათი სიყვარულის. ახლა უფრო და უფრო ხვდები და ვუგებ მათ. დედას მამაც უყვარდა, მაგრამ ვერ შეეწნენ ერთმანეთს. მაგრამ გია და ლელა უფრო გავდნენ რაღაცით ერთმანეთს. გია ლელას პროდიუსერი იყო. სხვა ჩემს ადგილას გია შეიძულებდა, მაგრამ არა. ტრაგედიას, რომელმაც მაშინ სრულიად საქართველოს შეძრაური თვით ადრე 8 წლის თამუნა სიზმარი უძღოდა. საფხული იყო აგვისტო. მე და ბებია გურიაში ვიყავით. ლელას ველოდებოდით, რომ ბათუმში წავეყვანე. ერთ დღეს მოვიდა ნათესავი და გვითხრა ლელას ხელი დაეწვა და უნდა რომ დედა მის გვერდით იყოსო. ბებო მიხვდა რომ რაღაც სერიოზული იყო. 17 აგვისტო იყო. მანამდე კი 12 ივნის სიზმარი დამესიზმრა. ლელას ხელში ჯვარი ეჭირა. კიბეზე ადიოდა, უცებ ჯვარი გაუვარდა და გატყდა. მაშინ ეს სიზმარი ყველას მოუყევი. სახი არ ქონდა დამწვარი, ცეცხლის ალი ქონდა ნაყლობი და ორგანოები დაზიანებული. ექიმს უთქვამ 3 დღეზე მეც ვერ იცოცხლებსო. დედა 36 დღე გაცლო, არ უნდოდა სიკვდილი და ექიმებთან ერთად იბრძოდა. ძლიერი ორგანიზმი ჰქონდა, გონება ბოლომდე არ დაუკარგავს. 36 დღეს დაკარგა თუ არა გონება, იმ დღესვე გარდაიცვალა. ამ
ტრაგედიას ორი ვერსია ახლდა თან. ლელას მიერ საავადმყოფოში მიცემული ინტერვიუს თანახმად სახლში ის და გია ჩხუბობდნენ. ჩხუბისას ხელიდან გაუვარდა გენერატორი. ხალიჩაზე ბენზინი დაიღვალა და უცებ გაჩნდა ცეცხლი. გარეთ გამოვარდნენ, მაგრამ ლელა ისევ შებრუნებულა. მინი დისკების გამოსატანად, რომელზეც სიმღერები და ფონოგრამები ჰქონდა ჩაწერილი. მაშინ დამწვარა ვერ გამოუსწრია. მეორე ვერსიის თანახმად გიამ თავის ცოლთან დაბრუნება გადაწყვიტა. ამიტომ იჩხუბეს და ლელამ თავი დაიწვაო. არ მგონია ლელას თავი დაიწვა. თავისი თავი ძალიან უყვარდა, თანაც მაშინ ყველაზე ბედნიერი იყო. ბოლო დაბადების დღეზე პირველი ივლის, ანუ ტრაგედიამდე თვენახევრი თადრი ხმამაღლა გამოაცხადა. ყველაზე ბედნიერი ვარ და რამე ცუდი არ დამემართოსო. ეტყობა გული რაღაცას უგრძნობდა. მართლაც ასე მოხდა. პოპულარობის ზენიტში იყო, ყავდა შვილი, საყვარელი მამაკაცი, ყველას უყვარდა, მაგრამ ეს ტრაგედია მაინც მოხდა. მოხდა და თან გაიყოლა 36 წლის სიცოცხლით სავსე მომღერლის სიცოცხლე. ქალის, რომლის ისტორია დღემდე არავის ტოვებს გულს.